მოგესალმებით ეთერშია SDAS TV-ს ახალი ამბები სალომე კანდელაკთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შენიხმა ჩვენი მომავალია კამპანიის ფარგლებში ქობულეთში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი საზაფხულო სკოლის მონაწილეებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, არჩევნებში თანამონაწილეობის მოწოდებით საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება. გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიელების გუშინდელ წარმატებასაც გამოეხმაურა. მინდა მიულოცო ჩვენ ოლიმპიელებს და მადლობა უთხრათ ყველა მათ, რომ ესე გაგვახარეს. ესეთი კარგი დღე ქონდა გუშინდა დღეს. მიხარია, რომ ესე ძალიან აქტიურად ჩაერთეთ ამ პროექტში. და რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამას, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებთ. ვაკეთებთ იმას, რომ ვააქტიურებთ ჩვენ თანამოქალაქეებს. მათ მოუწოდებთ, რომ იყვნენ შემოქმედი, ახალი, ძლიერი დემოკრატიული საქართველოს. ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიას. დემოკრატია არის ყველას თანამონაწილეობა. დემოკრატია არის ყველას ჩართულობა. დემოკრატია არის ის, რომ ყველა მოქალაქე ერთნაირად და ერთიანად არის მონაწილე და თანაშემოქმედი ჩვენი ერთობლივი ცხოვრების. ჩვენ არავის არ ვთხოვთ, რომ ვინმეს მისცეს ხმა. ჩვენ არავის არ ვთხოვთ იმას, რომ ჩვენ დაგვიჭიროს ხარი. ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ისინი იყვნენ ჩართული თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში. თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. თქვენ არც ერთ პოლიტიკოსის პოპულარიზაციას არ აკეთებთ. თქვენ ეუბნებით, რომ თუ შენ არ წახვალ არჩევნებზე, ამით პოლიტიკოს შენ ვერ დაჟი. ამით შენ ვერ შეცვლი კლიშეს. პირიქით, შენი იქ ყოფნით, შენი თანამონაწილეობით შენ ქმნი პრეცედენტს და შენ ქმნი ვალდებულებას, მთავარ ვალდებულებას, რომელიც არის პოლიტიკაში, რომ ამომრჩეველი ავალებს პოლიტიკოს, ავალდებულებს პოლიტიკოს, მას გარკვეულ მესიჯს აძლევს, მას გარკვეულ ვალდებულებას აძლევს, რომ ამ პოლიტიკოსი ემსახუროს საზოგადოებას. ერთი ესეთი გამოთქმა არის, რასაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, რჩებიან სახლში და ამის შედეგად იქმნება ცუდი ხელისუფლება. ცუდი დემოკრატიაც ასე იქმნება. ჩვენ უნდა შევძლოთ და ავამუშაოთ დემოკრატიის მანქანა, რომელიც მუდმივი კონტაქტია ამომრჩევლისა თავის არჩეულ პოლიტიკოსთან, მუდმივი დავალდებულება არის იმისა, რომ ის ემსახუროს ისე, როგორც პირობა მისცა და აი ამ კონტექსტში საზოგადოების გააქტიურება რეალურად აამუშავებს და ეფექტურს შექმნის ჩვენ დემოკრატიულ სტრუქტურას და სისტემას. დღეს საქართველოს პრეზიდენტი უკვე აღნიშნული ფართო პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ მეორე საზაფხულო სკოლას ესტუმრა აქ ქობულეთში, აჭარაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მიმდინარეობს წარმატებით და გრძელდება სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში, მათ შორის ჩვენ მიმოგზაურებით გურიაში, შემდგომ უკვე სამცხე-ჯავახეთში და რაც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პროექტმა მიაღწიოს და როგორც ჩანს აღწევს თავის ძირითად მიზანს, უფრო მეტად ააქტიურებს ამომრჩევლებს მიუხედავად მათი არჩევანისა. ცხადია, დღეს პრეზიდენტი ეცნობა მათ შორის პროექტში მონაწილე ახალგაზრდების გამოცდილებას, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომ უკვე გამოყენებული იქნება დამატებით სხვა ტერიტორიულ ერთეულებში. ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლებელია ცესკოს დისკრედიტაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტია ცენტრისტების რეგისტრაციის საკითხზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაში მისი დისკრედიტაციის საფრთხეს ხედავს. ცხადია, იყო გარკვეული შეცდომები ცესკოს მხრიდან, რომელიც გამოსწორებულია, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კვლავ დავკარგეთ ზომიერება, კერძოდ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაკეთებული იქნა ისეთი ტიპის განცხადებები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რაც დაუშვებელია. პრობლემა არის მოგვარებული, შესაბამისად მოუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს დაუბრუნდნენ კვალიფიციურ საარჩევნო პროცესს.
ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს, ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად დაესწრებიან მმართველი გუნდის წევრები ბიუროს დღევანდელ სხდომას. ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს, არასოდეს გვქონია და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში, განაცხადა ვოლსკიმ. დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 15 აგვისტოს დანიშნულ ბიუროს სხდომაზე დასწრება უმრავლესობის წევრებმა პარტიული ღონისძიებების გამო ვერ შეძლეს, რაზეც წინასწარ იყო შეტყობინება გაგზავნილი. თვლით, რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით მისვლას და საკმაოდ ადრე იყო ეს შეტყობინება გაშვებული იმისათვის, რომ არ შეგვექმნა რაღაც სკანდალური მსგავსი სიტუაცია, აღნიშნა გია ვოლსკიმ. ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახაბერ შარტოვამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მაჟორიტარობის 6 კანდიდატი წარადგინა. ეროვნული ფორუმის მაჟორიტარი კანდიდატების პირველი 6 კანდიდატია: დავით დარახველიძე, გლდანი მუხიანი, ანი მიროტაძე, ჭიათურა, თემურ მაისურაძე, ნაძალადები, რევას შავიშვილი, საბურთალო, გიორგი ხეჩინაშვილი, ვაკე და სოსო ვახტანგიშვილი, გორი. ეროვნული ფორუმის მიერ შეთავაზებული წინა საარჩევნო პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო ამორჩევლისათვის. აბსოლუტურად მოიცავს ეროვნული მეურნეობის და სახელმწიფო პოლიტიკის ყველა მიმართულებას. მე შევეცდები მუხიანის და გლდანის ამორჩეველს გავაცნო ძირითადი პრიორიტეტები და ვიმუშაოთ და ვიმოქმედო ამ პროგრამის შესაბამისად. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენს ამორჩეველს, ზოგადად ყველასათვის ძალიან საინტერესო იქნება წარმოდგენილი პროგრამა. მოკლედ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ეროვნულ ფორუმში, რომ მე ეროვნული ფორუმის ინტერესებს დავიცავ ჭიათურის 56 საარჩევნო ოლქში და ვიბრძოლებ მხოლოდ გამარჯვებისთვის. ალტერნატივას არ განვიხილავ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩემი კონკურენტი უნდა მოემზადოს ძალიან აქტიური ბრძოლისთვის და ეს არ იქნება მხოლოდ მხოლოდ დეკლარირებული, ეს იქნება ძალიან აქტიური პროცესი, რომელსაც მე ოფიციალურად დავიწყებ 23 აგვისტოდან, როდესაც ჩემი წარდგენა ჭიათურის მოსახლეობისთვის მოხდება უკვე ჭიათურაში, სადაც რასაკვირველია ოფიციალურად გამოცხადდება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია. რას ვაპირებ? ქალაქი დგას კატასტროფის წინაშე, ქალაქში მიმდინარეობს ნგრევა, ქალაქს ტოვებს ახალგაზრდობა, მოსახლეობა და განწყობა არის ასეთი, რომ ვისაც წასასვლელი აქვს, ყველა აპირებს, რომ წავიდეს, ან უკვე წავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა, ამ ქალაქს არ ექნება პერსპექტივა. მე აუცილებლად უნდა გავაკეთო ყველაფერი ამ ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, რომ ეს პერსპექტივა გაჩნდეს. შანსი იმის, რომ შეჩერდეს ნგრევა და დაიწყოს უსწრაფესად პროგრესი არის, ამ ქალაქს აქვს საკუთარი რესურსი, უბრალოდ წლების განმავლობაში უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ ხდებოდა ხოლმე მითვისება ამ რესურსის და ადამიანების ქონების ხარჯზე მდიდრდებოდნენ გარკვეული ადამიანები. ჩემი იქ წასვლის შემთხვევაში ეს შეჩერდებოდა, ყველა ადამიანს ეცოდინება, რომ იმ ქალაქში ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს 21 საუკუნეში ადამიანი. ჩვენ დავესწრებით აუცილებლად, ჩვენ დავესწარით წინა ბიუროს სხდომასაც, სადაც არ გამოცხადდა არც უმრავლესობა და არც უმცირესობა, არ ვიცი ერთად იყვნენ თუ არა, ან ცალ-ცალკე სად იმყოფებოდნენ. ჩვენ რასაკვირველია დღეს მივალთ და ჩავერთობით იმ პროცესში, რომელსაც გვავალდებულებს კანონი, ვინაიდან ჩვენ, ვიდრე არ მოხდება ახალი პარლამენტის არჩევა, ვალდებულები და უფლებამოსილები ვართ, რომ შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულება და მოვალეობა იმის მიუხედავად, რომ ეხლა არის წინასაარჩევნო კამპანია, არის ცხელი თემების შესაბამისად საზოგადოება გვავალდებულებს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშაოთ. სამართლიანი სასამართლო საქართველოში არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, თავის დროზე ეს კორპუსი დღეს მოქმედი კორპუსი შექმნილია თავის დროზე წინა ხელისუფლების პირობებში და მათი დაკომპლექტება, კორპუსის დაკომპლექტება ხდებოდა მინიმუმ არსებული ხელისუფლების, მაშინ არსებული ხელისუფლებისადმი ლოიალურობის პრინციპით. და ყოველი გადახრა ისჯებოდა სხვადასხვა ხერხით, ყოვლის შემძლებ ჭყალებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. შესაბამისად გვაქვს ისე 99% გამომტყუნებელი განაჩენებისა, ასეთი იყო სტატისტიკა. რამდენიმე ასეულათასი პროპორციონერი და ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა მოსამართლე მცირე გამონაკლისის გარდა ჩართული იყო ერთ დიდ მასობრივ დანაშაულში. სასამართლო არ იყო დამცველი საზოგადოებისა, არამედ დასჯის მექანიზმი.
სიტუაცია გამწვავდება, მას მერე რაც ეს მოსამართლეები ავტომატურ რეჟიმში დაინიშნებიან უადოდ. 10 წლიანი ვადა გაუვადდა და დაინიშნებიან უადოდ, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა ვისაც აქვს გაუვადდა და დაინიშნება უადოდ. და შესაბამისად მივიღებთ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ გვექნება უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში დარჩება დასჯის მექანიზმად საზოგადოების. ყველაზე მთავარი ხელისუფლების შტო. ამიტომ გამოსავალი ეროვნულ ფორუმმა დაინახა იმაში, რომ სანამ ეს მოხდება, მანამდე 300 ოლქად, დაახლოებით 300 ოლქად, სასამართლო თვითონ დაგვისუსტებს, რამდენი მოსამართლე ჭირდება და იყოს საქართველო და პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები აირჩიოს საზოგადოებამ, ხალხმა თვითონ, საერთო სახალხო კენჭისყრის გზით. არსებულ მოსამართლეებს უფლება, ვინც მოინდომებს, ექნებათ უფლება კენჭი იყარონ და დარჩნენ უადოდ, თუ გაიმარჯვებენ, თუ არა და მათ არავინ არ გააგდებს, ვადის გასვლამდე დარჩებიან თავის ადგილზე, პარალელურად არჩეული მოსამართლეც იმუშავებს, საქმეები ძალიან ბევრია და ვერაუდია, რომ გაუავა და წავა სახლში. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა 2 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღონ. ამ შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის სამძებრო სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ახორციელებენ. სამინისტროს ცნობით საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ მღვინთავთა კურსს გადიოდნენ შავ ზღვაში გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვანთვის შემდეგ გიორგი ნანეტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. საარჩევნო ბლოკმა დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. დღეს წარდგენა გვაქვს ჩვენი კანდიდატების და მე როგორც ყოველთვის მანდილოსნებით დავიწყებ. პირველ რიგში ალბათ დალი მამულაშვილით დავიწყოთ. იცით თქვენ რომ უამრავი ხალხი ჩვენი პარტიიდან მათ შორის იყო, რომლებიც დღე და ღამე ფაქტიურად ცხოვრობდნენ საკტრისის წინკარვებში და მათ რიცხვში იყო ქალბატონი დალიც. ეს არის ძალიან მებრძოლი ადამიანი, რომელმაც სხვათა შორის იქ იყო ბევრი სასამართლო პროცესი, ერთ-ერთი პროცესი მან მოუგო RMG Goals, ასე რომ ეს არის ძალიან მებრძოლი ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ვფიქრობ, რომ იგი იქნება კარგი კანდიდატი ჩვენი ბოლოში. ასევე მინდა მეორე მანდილოსანზე ვილაპარაკო, ეს არის თამარ ბარაბაძე, რომელიც არის ექიმი, საბურთალოს რაიონშია, არის თავის ოლქში ძალიან ცნობილი ექიმი, 10 წლეულები მე მგონი მუშაობს, 27 წელია მუშაობს პოლიკლინიკაში, მას ყველა იქ იცნობს. კარგი ექიმია, ხალხს უყვარს და ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერად მუშაობდა მთელი 67 წლის მანძილზე და ვფიქრობ, რომ დეპუტატიც კეთილსინდისიერი იქნება. ზაზა მამალაძეს ყველა იცნობთ, მაგრამ ბევრი იცნობს მას მხოლოდ როგორც ხელოვანს და კარგ მომღერალს ძალიან. შესაძლოა ბევრმა იცის, რომ 15 წლის განმავლობაში სულ ჩვენ გვერდზე იყო ყველგან, ყოველთვის და ყველა ბრძოლა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ჩვენი თანამებრძოლი იყო ზაზა. ასე რომ ზაზა არის არა მხოლოდ მომღერალი, არამედ არის პატრიოტი. ზაზა იქნება საბურთალო ხუთში. ზესტაფონი ჩემ გვერდზე დგას, პატა მახათაძე, ცნობილი ბიზნესმენია ზესტაფონში.
მოღვაწეობს მრავალი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ბიზნესმენი, არამედ ბევრი კარგი და სასიკეთო საქმეც აქვს გაკეთებული. კაცი არის მებრძოლი და პრინციპული და ვფიქრობ, რომ კარგ შედეგს გვაჩვენებს ზესტაფონში. გილა ხუციშვილი იქნება ჩვენი კანდიდატი გარდაბანში. რა მინდა მასზე ვთქვა? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს კაცი მუშაობდა საზღვრის დაცვის სისტემაში და ეკუთვნის სწორედ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც არც ერთ გოჯმიწას არ გაცვლიან არავითარ შემთხვევაში არაფერში. გიორგი კასრაძე, ჟურნალისტი, ობიექტივი ჟურნალისტი, ძალიან ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჭიათურისთვის იბრძვის წლების განმავლობაში. მე მგონი არ არსებობს ხო ისეთი მაღაროელი, რომელიც არ იცნობს გიორგი კასრაძეს. ხალხს ის უყვარს და ძალიან ახალგაზრდა კაცია. მე ვფიქრობ, რომ მისთვის ეს იქნება პოლიტიკური კარიერის დასაწყისი და იქნება კარგი კანდიდატი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დღეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მედია ბიზნესში დასაქმებულ მომწოდებლებთან სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მერვე შეხვედრა გაიმართება. სააგენტოს ინფორმაციით შეხვედრის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ტენდერებზე, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია. აგრეთვე წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. შემდეგი მეცხრე შეხვედრა 31 აგვისტოს საინჟინრო მომსახურების სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებთან გაიმართება, ხოლო მეათე შეხვედრა ჩატარდება 14 სექტემბერს, რომელზეც მიწვეულები იქნებიან სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად თვეში ორჯერ ჩატარდება. საკრებულო შუალედური არჩევნების შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს გაიმართოს. აღნიშნულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით ხსნიან, თუმცა აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ამ თემაზე ცესკო იმსჯელებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შეეცდება მაქსიმალურად ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გამო შუალედური არჩევნები დაემთხოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი. შუალედური არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ცესკო იმსჯელებს ამ საკითხზე განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ მოკლედ ძალიან ეფექტური გზით მივახციეთ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლითაც პოლიტიკურ პარტია ცენტრისტებს საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმდათ. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, მომავალში თუ იქნება მსგავსი ტიპის ქმედებები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას ზიანს მიაყენებს, ნებისმიერი კანონიერი და სამართლებრივი გზების ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს იყოს აღკვეთილი. მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას და ამ დროისათვის პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გუშინ პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართეს. პარტიის მიერ საქართველოს მასშტაბით წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს შეხვდნენ. შეხვედრა ეხებოდა ორგანიზაციულ და კოორდინაციულ საკითხებს. ჩვენ საარჩევნო მარათონში ძალიან აქტიურ ფაზაში გადავდივართ. საბედნიეროდ პოზიციები არის ძალიან ძლიერი, უკეთესი კოორდინაციისათვის და მოსახლეობასთან შეხვედრების გააქტიურებისათვის კონკრეტული გეგმები განვიხილეთ, განაცხადა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა. თავის მხრივ ასევე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა წინა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. მისივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატები დღეიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში წარმოდგენილი ნეგატიური ტენდენციები კვლავ შენარჩუნებულია. რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის 4 წლიანი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მას ქაღალდზე გადატანილი პროგრამა და სამოქმედო გეგმა არ ჰქონია. წინასაარჩევნო განცხადებები, რომელიც ისმის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან ტოვებს გარკვეულ საფუძველს იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ აპირებენ რაღაც პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას, ან უბალოდ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. შეუძლებელია ის, რაც მათ განაცხადეს, ეხლა ამ დღეებში, იყოს შესრულებადი, ვინაიდან
ქვეყანაში არსებობს არა პენსიონერების დასაქმების პრობლემა, არამედ არსებობს პენსიონერების შვილიშვილებისა და შვილების დასაქმების პრობლემა. უმუშევრობის ნახევარზე მეტი ქვეყანაში მოდის ახალგაზრდებზე. 20-დან 29 წლამდე ახალგაზრდები ფაქტობრივად შეადგენენ უმუშევართა თითქმის ნახევარს. თავად პენსიონერებისათვის არის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის უზრუნველყოფა, პენსიების ზრდა, სოციალური გარანტიების ზრდა, სამედიცინო მომსახურების ზრდა და რეალურად პენსიონერს უნდა შეუქმნათ ქვეყანაში ისეთი არსებობის პირობა, რომ მას არ უწევდეს აი ამ მძიმე ასაკობრივ პერიოდში, საშოვარზე გასვლა და მთავრობის იმის დაპირება, რომ თითქოს და ისინი დასაქმებით მოაგვარებენ მათ სოციალურ პრობლემას. ხელისუფლებამ ისე ჩაამთავრა თავისი სამუშაო სამოქმედო ციკლი, რომ მათ არ ქონიათ არავითარი პროგრამა, არავითარი გეგმა სამოქმედო გადატანილი ქაღალდზე. იყო მცდელობა რაღაც დოკუმენტის შექმნისა, რომელსაც ერქვა საქართველოს ეკონომიკა 2020 და ეს აღმოჩნდა მკვლაჩობილი დოკუმენტი, ვინაიდან პირველივე მისი გამოსვლიდან მოხდა ლარის დევალვაცია, ფასების და ქვეყანაში სავალუტო კრიზისი დაიწყო და ეს დოკუმენტი ფაქტობრივად გადაგდებული იქნა. და ამის მერე ჩვენ არ გვინახავს რაიმე ისეთი საბუთი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა, პროგრამა თუ რაიმე სხვა. ხელისუფლებას ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა საამაყო სფეროდ მიაჩნია ის, რომ ქვეყანაში იზრდება უცხოური ინვესტიციები. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ იზრდება რასთან შედარებით? წინა წლებთან შედარებით, მაგრამ წინა წლებთან შესაძარისი ეს მაჩვენებელი არ არის, ეს არის საერთო ინვესტიციების მაჩვენებელი, რომელიც მზარდია, მაგრამ ამ პერიოდში სტატისტიკის დეპარტამენტმა შეცვალა მეთოდიკა. სტატისტიკის დეპარტამენტი ეს არის ქვეყნის სერიოზული პრობლემა, ვინაიდან ჩვენ არავითარ ინფორმაციას არ ვღებულობთ, ჩვენ იმის მიხედვით თუ რა ხდება სტატისტიკაში, ამბობენ რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის მეთოდოლოგია შეიცვალა, რამაც გამოიწვია ზრდა. თუ მეთოდოლოგია შეიცვალა, გამოდის რომ მას ვერ შევადარებ წინა პერიოდთან. ამიტომ განმარტებასაც კი არ იძლევიან, როგორ შეიცვალა, რა არის ეს მეთოდოლოგია, ამ მეთოდოლოგიის შეცვლა, რომელი მიმართულებით იწევს ზრდას და ასე შემდეგ. სალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძისათვის მიღწეული შედეგი მოსალოდნელი იყო. ტალახაძემ ასპარეზობის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი. ამისათვის მე და ირაკლი მძალღონე არ დავიშურეთ, პირველი ადგილი დავიკავე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე. მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდით, განაცხადა ტალახაძემ. შეგახსენებთ, რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა და პოლიტოლოგმა ვალერი გელბახიანმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თავდაპირველად მინდა დიდი იმედი გამოვთქვა, რომ დღეს ბიუროს ხდომა, რომელზეც უნდა გადაწყდეს და გადმოგვეცეს ჩვენ სპეციალური ბლანკი, რომლითაც 200,000 ხელმოწერა უნდა შევაგროვოთ უბლოკო სტატუსის მოთხოვნით მთელს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ რაიმე აბსურდული მიზეზით არ გადაიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ გვექნება ისეთი შეფასება, რომ ეს ყველაფერი რაღაც ტექნიკურ ხარვეს დავაბრალოთ და ამას უკვე პირდაპირ დაერქმევა ხელოვნურად შეგნებულად დროის გაჭიმვის სრულიად არაადეკვატური და სასაცილო მცდელობა ხელისუფლების თუ ანუ ბიუროს წევრების მხრიდან, მოკლედ, რომელის ძირითად ნაწილს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება წარმოადგენს. რეალურად გვაქვს იმედი, რომ ეს ასე არ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან არაადეკვატურ რეალობასთან გვექნება საქმე, იმიტომ რომ არანაირი წინაპირობა, არანაირი უფლება პარლამენტს და ბიუროს ამ შემთხვევაში არ აქვს, რომ არ მოგვცეს ჩვენ იმის საშუალება, რომ წარმოვადგინოთ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენ 200,000-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეალური წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს დაიწყოს თავისი
უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარება, ანუ დავასრულოთ ის 25 წლიანი არასწორი სვლა და პრაქტიკულად ერთი ადგილის ტკეპნა და ჭაობში დგომა და დავიწყოთ რეალური მოქმედებები და ნაბიჯების გადადგმა პრობლემების მოგვარების კუთხით, დიალოგის, დიპლომატიის, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის და ასე შემდეგ ნაბიჯების გადადგმით. დროა ეს დავიწყოთ, რაც უფრო დრო გაიჭიმება, რაც უფრო გვიან დავიწყეთ, მით უფრო ნაკლებ შედეგებს მივახცევთ. ჯერჯერობით დასასრულს უახლოვდება მხოლოდ მაჟორიტარული ოლქების კომპლექტაციის პროცესი. ქართულ მოცემულმა თითქმის დაასრულა ეს პროცესი და გამოცხადდა საბოლოოდ გვიშინ წინ თბილისის მაჟორიტარების სია. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ ყველანაირად ამ კორპუსის სადეპუტატო ასე ვთქვათ ამბიციები შეიძლება ითქვას რომ ქართული ოცნება ავლენს ორ დეფიციტს ერთი რომ არ აყავს კადრები და მეორე ღალატობს იმ პრინციპებს რომელიც მან გამოაცხადა პოლიტიკურ ასე ვთქვათ გზავნილად რამოდენიმე ხნით ადრე არჩევნების წინ რომ არ აყავს კვალიფიციური კორპუსი ეს ჩანდა რა თქმა უნდა ამ 4 წლის განმავლობაში მაგრამ შერჩევის პროცესის დროს ბუნებრივია უნდა მომხდარიყო ახალი კრიტერიუმებით შეფასება და ამ ნიშნით წამოწევა იმ ადამიანებისა, ვისაც ხელეწიფება პოლიტიკაში საქმიანობა. ჯანდაცვის მინისტრი ბატონი სერგიენკო აქტიურად მონაწილეობდა აი ამ კომპლექტაციაში და რაც შეძლო მაქსიმალურად ექიმთა კორპუსი შეიყვანა მაჟორიტარების ასე ვთქვათ კორპუსში. მეორეს მხრივ ჩვენ ნახეთ რომ კალაძემაც სპორტსმენები და ფეხბურთელები შეიყვანა ანუ აქ პროფესიული კვალიფიციური ნიშანი კი არ არის იმისა რომ პარლამენტი იურისტებით, ეკონომისტებით, ფინანსისტებით დაკომპლექტდეს ანუ კვალიფიციური საკანონმდებლო კორპუსით არამედ იმ პროფესიის მიხედვით ვისაც საქმიანობს პოლიტიკაში ადამიანები ღირსებებით ფასდებიან თორე პოლიტიკა არის დინამიური პროცესი გრძელვადიანი პროცესი და ამ პროცესში ინტერესების მიხედვით ხდება ტაქტიკური ასე ვთქვათ სვლები ანუ იცვლება მუდმივი არაფერი არ არის მაგრამ არსებობს ღირსება პოლიტიკური ხო ანუ ნდობის ფაქტორი ამდენად მაღალია მოსახლეობასა და პოლიტიკურ ძალას შორის როდესაც ასეთი სახეები მოდიან რომელსაც არაქართული მენტალობა აქვს და ღირებულებების სხვა სისტემას აღიარებენ ვიდრე ქართულს ну ბუნებრივია იქ ნდობაზე საუბარი ძალიან ესე ვთქვათ სასაცილოა და ის რომ ისინი განასახიერებენ ქართული ხალხის ინტერესების დაცვას ესეც რა თქმა უნდა არასერიოზული და უსაფუძვლოა ახლა კი თვალი გადავავლოთ უცხოეთის სიახლეებს. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში 2000 სამართალდამცველი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ასობით წარმომადგენელი თანამდებობას დატოვებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით თურქეთში ასევე დაიხურება კავშირგაბმულობის სამინისტრო მედია საშუალებების სადამკვირვებლო ორგანოდან საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სამმართველოდან კი 196 თანამშრომელს დაითხოვენ. გარდა ამისა თურქეთის პრეზიდენტს მიენიჭა უფლებამოსილება შეიარაღებული ძალების მეთაური დამოუკიდებლად დანიშნოს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 100,000-ობით ადამიანი დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს. გერმანიაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. კერძოდ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 12700 მსგავსი ფაქტი დააფიქსირა მაშინ როცა 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 128645 შეადგენდა. არალეგალი მიგრანტები მეტწილად სირიის, ერაყის და ავღანეთის მოქალაქეები არიან. ექსპერტები გერმანიაში მათი რაოდენობის შემცირებას იმ შეთანხმებას უკავშირებენ, რომელიც ევროკავშირსა და თურქეთს შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით ევროკავშირს არ სჭირდება თურქეთი მიგრანტთა ნაკადების შეკავებაში დასახმარებლად. როგორც ევროლაინ ჯიწერს, კურცის განცხადებით ევროკავშირი არ უნდა დახვეს თურქეთის ზეწოლას და მის მიმართ უვიზო რეჟიმი არ უნდა დააწესოს. ჩვენ არ გვჭირდება თურქეთი და არ უნდა დავყვეთ მის შანტას მიგრანტების თაობაზე შეთანხმების ანულირებით მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ევროკავშირს არ სჭირდება გეგმა B, ჩვენ გვჭირდება კარგი გეგმა A, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროკავშირი, რომელსაც ძალუს საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების დაცვა განაცხადა კურცმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.
კალიფორნიაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე კვირაა ვერ ხერხდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში 82,000 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. მასშტაბური ხანძრის შედეგად 121,000 ჰექტარი ფართობი განადგურდა. ცეცხლი კალიფორნიის სამხრეთით მდებარე ტყის მასივსა და უღელტეხილს მოედო. მის ჩასაქრობად 700-ზე მეტი მეხანძრე იბრძვის, ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია. სტუდიაში ამინდის დრომე გემშვიდობებით, ნახვამდის.